საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. ჩვენი გაკვეთილის თემაა მართკუთხა პარალელეპიპედის ზედაპირის ფართობი. ნახაზზე წარმოდგენილია მართკუთხა პარალელეპიპედი ზომებით 2 სანტიმეტრი, 4 სანტიმეტრი და 6 სანტიმეტრი. ასეთივე მართკუთხა პარალელეპიპედი დაგიმზადეთ წინასწარ, შეხედეთ, ეს არის მართკუთხა პარალელეპიპედის მაკეტი. თუ ამ მართკუთხა პარალელეპიპედს ჩვენ რამდენიმე წიბოზე გავჭრით და მე ეს უკვე წინასწარ გაგიკეთეთ, შეხედეთ, მივიღეთ ასეთი ფიგურა, რომელიც თითოეული გვერდი ნაკეცებში შეხედეთ შედგება ამ მართკუთხა პარალელეპიპედის წახნაგებისაგან. მოდით ახლა ნახაზზე ვნახოთ იგივე. ნახაზი, რომელიც წარმოადგენს ამ მართკუთხა პარალელეპიპედის ერთ-ერთ შლილს. ესე იგი, გაფერადებულია ფუძეების წახნაგები, ფუძეებია გაფერადებული. ამ ფიგურის თვითონ ფართობი წარმოადგენს მართკუთხა პარალელეპიპედის წახნაგების ფართობების ჯამს. მოდით ავდგეთ და გამოვთვალოთ ახლა ამ ფიგურის ფართობი. თუ დავაკვირდებით, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ შეხედეთ, 2 ტოლი მართკუთხედი გვაქვს, 2 ტოლი მართკუთხედი, წყვილ-წყვილად გვაქვს ტოლი მართკუთხედები. ესენი არის ის წახნაგები, რომლებიც პარალელურ სიბრტყეებზე მდებარეობს. მოდი გამოვთვალოთ ამ ფიგურის ფართობი, რომელიც აგრეთვე იქნება, რა თქმა უნდა, ამ მართკუთხა პარალელეპიპედის ზედაპირის ფართობი. მას ასეც უწოდებენ მართკუთხა პარალელეპიპედის ზედაპირის ფართობს. დავაწეროთ ახლა ვთქვათ ესი, დავწეროთ უდრის. შეხედეთ, თითოეული მართკუთხედი, რადგანაც გვაქვს 2 წყვილი ერთნაირი, ჩვენ დავწერთ ერთისთვის ჯერ 6 ჯერ 2, ანუ ამ მართკუთხედის ფართობს დავწერ 6 ჯერ 2. მიმატებული. ახლა ამ მართკუთხედების ფართობი რა იქნება? 6 ჯერ 2 ჯერ 4, ხომ? 2 და 4. 2 ჯერ 4. მივუმატოთ და რა დაგვრჩა? ამის ფართობი 6 ჯერ 4. 6 ჯერ 4. რადგანაც თითოეული ფიგურა გვაქვს ზუსტად 2, ამიტომ გავამრავლებთ მას 2-ზე. თუ ვიანგარიშებთ ახლა ჩვენ ამას, მივიღებთ, რომ ეს არის 88 კვადრატული სანტიმეტრი. მაშასადამე ამ ფიგურის ფართობი არის 88 კვადრატული სანტიმეტრი და შესაბამისად ამ მართკუთხა პარალელეპიპედის ზედაპირის ფართობით არის 88 კვადრატული სანტიმეტრი. ახლა შეხედეთ ნახაზზე წარმოდგენილია პირამიდის ერთ-ერთი შლილი. ეს არის პირამიდის შლილი. მე დაგიმზადეთ ესეთი მაკეტი. შეხედეთ, ეს არის პირამიდის შლილი. თუ ჩვენ ამ წყვეტილ ხაზებზე გადავკეცავთ ამ ფურცელს და მე გადავკეცე წინასწარ, შეიძლება მივიღოთ პირამიდა. გამოგვივიდა პირამიდა. შევხედოთ ახლა, რა იქნება ამ პირამიდის ფუძე, რა ფიგურა იქნება? ეს არის კვადრატი და მისი გვერდითი ზედაპირები იქნება ეს სამკუთხედები. ახლა განვიხილოთ ამოცანები თქვენი სახელმძღვანელოდან. ოთახს აქვს მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმა. მისი ზომებია 4 მეტრი, 5 მეტრი და 3 მეტრი. რამდენი კვადრატული მეტრი შპალერი იქნება საჭირო კედლებზე გასაკრავად, თუ ფანჯრების და კარების საერთო ფართობი 6 კვადრატული მეტრია. აბა დავაკვირდეთ ახლა რა უნდა გამოვიანგარიშოთ. რადგანაც გვეუბნებიან, რომ კედლებზე გასაკრავად ჭირდებათ შპალერი, ამიტომ იატაკი და ჭერი არ შედის, მაშასადამე გვერდითი წახნაგების ფართობებზეა ლაპარაკი. ხო? მაშინ დავწეროთ ახლა ესი უდრის. გვერდითი წახნაგები
აი წინაწახნაგი იქნება 4 მეტრი გამრავლებული 3 მეტრზე. 4 × 3. მივუმატოთ 5 მეტრი გამრავლებული 3 მეტრზე. 5 × 3. ასეთი წახნაგები გვაქვს 2-2, ხო? მაშინ ავდგეთ და ეს გავამრავლოთ 2-ზე. ვიანგარიშოთ ახლა 12-ს მივუმატოთ 15 არის 27, 27 × 2 არის 54. მაშასადამე 54 კვადრატული მეტრი შპალერი დაჭირდებოდათ, რომ არა ფანჯრები და კარები. ფანჯრების და კარების ფართობი უნდა გამოვაკლოთ. ესე იგი 54-ს უნდა გამოვაკლოთ 6 და მივიღებთ 48-ს. მაშასადამე დაჭირდებათ 48 კვადრატული მეტრი შპალერი ამ ოთახისთვის. მოდით ახლა დავაკვირდეთ და ცადოთ სხვანაირად შევხედოთ ამ ამოცანას. შეხედეთ, თუ გარიგებადობის თვისებას გამოვიყენებთ, აქ ორივე შესაკრების საერთო თანამამრავლი არის 3, ამიტომ შეგვიძლია ეს გამოსახულება გადმოვწეროთ ასე. 3 გამრავლებული 4-სა და 5-ის ჯამზე და გავამრავლოთ აი ისევ ამ 2-ზე. აბა დავაკვირდეთ ახლა რა მივიღეთ. მივიღეთ 4-სა და 5-ის ჯამი გაურმაგებული 2-ზე გამრავლებული. მაშასადამე ჩვენ მივიღეთ ფუძის პერიმეტრი. ფუძის პერიმეტრია აი ეს. აი ეს ფუძის პერიმეტრი და გამრავლებულია რაზე? სიმაღლეზე. ჩვენ შეგვიძლია გვერდითი ზედაპირის ფართობი ზოგადად A, B და H თუ არის მაგალითად ერთი გვერდი არის ფუძის A, მეორე B წიბოები და სიმაღლე თუ არის H, შეგვიძლია დავწეროთ ასეთი გამოსახულება, რომ S-ი უდრის. ესე იგი, სიმაღლე H გამრავლებული A-სა და B-ს ჯამი, ფუძის წიბოები გამრავლებული 2-ზე. აი ამ ფორმულითაც შეგვიძლია ხოლმე გვერდითი ზედაპირის ფართობის გამოთვლა. მოდით ახლა შემდეგი ამოცანა განვიხილოთ. მოცემული გვაქვს კუბი, რომლის ყველა წიბოს სიგრძეთა ჯამი არის 36 სანტიმეტრი. უნდა ვიპოვოთ წიბოს სიგრძე და ამ კუბის ზედაპირის ფართობი. კუბს აქვს 12 წიბო, ამიტომ 36 უნდა გავყოთ 12-ზე და ვიპოვით 1 წიბოს სიგრძეს. ეს იქნება 3 სანტიმეტრი. ახლა მოდით ერთი წახნაგის ფართობი ვიპოვოთ. ერთი წახნაგი ხომ იქნება 9 კვადრატული სანტიმეტრი და ასეთი ჩვენ კუბში გვაქვს 6 ცალი. მაშინ 9 × 6 იქნება 54. მაშასადამე გვერდითი ამ კუბის ზედაპირის ფართობი იქნება 54 კვადრატული სანტიმეტრი. ახლა განვიხილოთ ასეთი ამოცანა. ოთახს აქვს კუბის ფორმა, რომლის ერთი წიბოს სიგრძე არის 5 მეტრი. აი აქ დავაწეროთ ეს ნახაზი გამოვიყენოთ, ერთი წიბოს სიგრძე არის 5 მეტრი. კარისა და ფანჯრების საერთო ფართობი არის 9 კვადრატული მეტრი. რა თანხის შპალერი იქნება საჭირო კედლებზე გასაკრავად, თუ შპალერის ყოველი ნაჭრის ფართობი არის 4 კვადრატული მეტრი და ამ ნაჭრის ფასი არის 8 ლარი. ახლა მოდი დავწეროთ ისევ ჩვენ გვჭირდება გვერდითი ზედაპირის ფართობი, ხო? გვერდითი წახნაგების ფართობები და თქვათ ერთი წახნაგის ფართობი კუბი გვაქვს, იქნება რამდენი? 25, ხო? 25 კვადრატული მეტრი. რამდენი გვაქვს ასეთი წახნაგი? 4. უნდა გავამრავლოთ 4-ზე, მაშასადამე გვექნება 100 კვადრატული მეტრი ყოფილა აი ამ კუბის გვერდითი წახნაგების ფართობი. ახლა ჩვენ გვინდა რომ გამოვაკლოთ კარისთვის და კარს და ფანჯრებს რამდენი ფართობი აქვს. სულ არის 9 კვადრატული მეტრი. ესე იგი 100 უნდა გამოვაკლოთ 9, ეს იქნება 91.
მაშასადამე 91 კვადრატული მეტრი შპალერი ჭირდება ამ ოთახს. ერთი შპალერის ფართობი არის 4 კვადრატული მეტრი. ახლა როგორ ვიქცევით, რამდენი ცალი შპალერი დაგჭირდება, როგორ გავიგოთ? 91 უნდა გავყოთ 4-ზე. 91 რომ გავყოთ 4-ზე, იქნება 9-ში 4 მოთავსდება 2-ჯერ, 11-ში 4 მოთავსდება ისევ 2-ჯერ და წილად ნაწილში რა გვექნება? ნაშთი დაგვრჩა 3, 30-ში მოთავსდება 7-ჯერ და შემდეგ გვექნება 5. მაშასადამე 22.75 მიასედი მივიღეთ. ეს არის რა? ეს არის რამდენი ცალი შპალერი დაგჭირდებოდა, ხომ? 4 კვადრატული მეტრის ზომის. შეიძლება რომ ვიყიდოთ 22.75 ცალი მიასედი ცალი შპალერი. შეუძლებელია ხომ ეს? ამიტომ 22 არ გვეყოფა. მაშასადამე უნდა ავირჩიოთ 23. 23 ცალი შპალერი ყოფილა საჭირო, დავწეროთ 23 ცალი შპალერი ყოფილა საჭირო და თითო ღირს 8 ლარი. უნდა გავამრავლოთ 8-ზე, ეს იქნება 3-ჯერ 8 არის 24, 2-ს ვიმახსოვრებთ, აქ გვაქვს 16, 18. მაშასადამე თურმე საჭირო არის ამ შპალერის საყიდლად 184 ლარი. ამით ჩვენი გაკვეთილი დასრულებულია. ჩვენ დღეს შევისწავლეთ მართკუთხა პარალელეპიპედის ფართობის გამოთვლა. ამით ჩვენი გაკვეთილი დასრულებულია. გისურვებთ წარმატებებს.